ჩემს პრაქტიკაში ხშირია ხერხემალზე ჩატარებული თიაქრის ოპერაციის შემდგომი რეციდივები პაციენტებში, რომლებიც მომართავენ მე ძლიერი ტკივილებით წელის არეში, რომელიც გადაეცემა ქვემო კიდურებში. მინდა მოგიყვეთ ერთი საინტერესო შემთხვევა. ახალგაზრდა ქალბატონი 53 წლის შემოვიდა ჩვენს კლინიკაში ანამნეზით 3 წლის უკან გაკეთებული L4-L5 ანუ წელის მე-4-მე-5 მალთაშორისი დისკის ოპერაციის შემდგომი თიაქრის რეციდივით, ძლიერი ტკივილით, მოძრაობის შეზღუდვით. დაუწყეთ მკურნალობა თიაქრის რეზორბციის პროგრამით, შედეგი იდეალური დაიდო. როგორც გითხარით, ოპერაციის შემდგომ განვითარდა თიაქრის რეციდივი მე-4-მე-5 მალთაშორის დისკზე. ეს მონაცემები არის მკურნალობის დასაწყისში, მკურნალობის შემდეგ თიაქარმა განიცადა რეზორბცია. ანუ ის შეხორცდა. იყო ამ მდგომარეობაში მალთაშორისი დისკი, ანუ მკურნალობის დასაწყისში, მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა, თიაქარმა განიცადა შეხორცება. ამიტომ იცოდეთ, მალთაშორისი დისკის თიაქარი არ არის განაჩენი. ნორმალური მკურნალობით ის ხორცდება, ანუ განიცდის რეზორბციას.